Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული თბილისში დასრულდა უკვე პოდიუმს მიღმა დატოვა და საზოგადოებაში დაამკვიდრა ახალი მიმართულებები ტენდენციები. მოდის მოყვარულებს კი გარდერობის განახლებაში დაეხმარა, მაგრამ რას მოუტანს ის დიზაინერებს საერთაშორისო ასპარეზზე. კვირეულის ძირითად სტუმრების რიგში იყვნენ ამერიკელი და იტალიელი Vogue-ის ჟურნალისტებიც. მათი შეფასებების მოსმენა ქართული მედიისთვის აკრძალული იყო, თუმცა რამდენიმე კვირაში ქებასაც და ასევე კრიტიკასაც უკვე საერთაშორისო პუბლიკაციებით გავიგებთ. ნახოთ რა შეფასებები გაკეთდა მოდის კვირეულზე ნინო ლაშხის სიუჟეტში. კატრინ ბაბა პარიზის ქუჩებში გამოჩენისთანავე კამერების ობიექტივში ხდება. ეპატაჟურ ქალბატონს ჩაცმის თავისებური სტილი აქვს. საქართველოში ჩამოსული თამარ მეფის ჯვრის ასლმა აღაფრთოვანა. ნატალი ჯუსი კი ბლოგერი და მოდის კრიტიკოსია. ფეშენ აიკონად აღიარებული ამერიკელი სტუმარი 5 დღეა ქართული ჩაცმის წეს ჩვეულებებს აკვირდება. მოდის კვირეულის დასკვნით საღამოზე ელეგანტურმა ქალბატონმა არჩევანი ჩოხაძე შეაჩერა. ძალიან კარგად მესმის, რომ ეს ქალის სამოსი არ არის და აქ ტყუებს იარაღისთვის მებრძოლი მამაკაცები ინახავდნენ, თუმცა ძალიან მომწონს და კარგადაც მოვირგე მგონი. თუ არ ვწდები, კოკო შანელიც იყო ინსპირირებული ჯვრებით. თამარის მგონი სწორედ ვამბობ, ეს ჯვარი ვფიქრობ ძვირფასი თვლების ყუთი უფროა. კვირეულის ძირითად სტუმართა რიგებში იყვნენ ამერიკული და იტალიური Vogue-ის ჟურნალისტები. მათი შეფასებების მოსმენა ქართული მედიისთვის აკრძალული იყო. თუმცა რამდენიმე კვირაში ქებასაც და კრიტიკასაც უკვე საერთაშორისო პუბლიკაციებით გავიგებთ. ეს არიანის ჩვენება, რომ ამერიკული Vogue-ის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცევა, ამას უწყვეტ რეჟიმში გადაღებული ვიდეო დაამოწმებს. ცირკად ქცეულ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოდელები ჯამბაზების აგიტატორებად იქცნენ. ბრიტანულად დაგვდებოდი სხვა ხდებოდა, როგორ ეცვათ, ეს მიგიჟდებოდი ცირკის სუნზე, ვაფრენდი. ეს იყო ბავშვობაში. მერე ჩემი პირველი უკვე ისეთი გათვითცნობიერებული კლოუნი იყო მოსკოვში ნიკულინის ცირკში. აი მაშინ დავფიქრდი, რომ მხიარული გმირი, რომელმაც უნდა გაახალისოს დაუშვათ ხალხი, ნასაამძელი არის ძალიან დრამატული პერსონაჟი. ძალიან კარგად იყო წარმოდგენილი კოლექცია, ემჩნეოდა დიზაინერის ჩადებული შრომა ყველა სამოს. როდესაც ბერლინში დავბრუნდები, ორ ძალიან საინტერესო დიზაინერზე მოვყვები. ესენი არიან საშა კანევსკი და ბესარიონი. სპორტურის და კლასიკური შეხამება იყო ის, რამაც აღმაფრთოვანა. თან ეს ისე იყო, რომ არც ერთი სამოსი ერთმანეთს არ კავდა. მე ფესო ანუ დღესაც დავაფასე ბავშვობიდან კომერციული ბესარიონი მართლა დაიწყო სიყვარულიდან და იოსოდან ესეთი ცნობილი თავისი ნაწარმოები რო გააკეთა, რომელიც ძალიან კარგად გაიყიდა და მოსკოვში გახდა ძალიან პოპულარული და ის რო სიყვარული ბესომ ქართულად შეაყვარა რუსეთს, უკვე ძალიან კარგია. ანუკა ქებურიამ პირველად გამოიტანა სამოსი ჩვენებაზე. ტყავის ფეხსაცმელებისა და ჩანთების შემდეგ მკაცრი ქალის და მამაკაცის თავიდან ბოლომდე შემოსა. კოლექცია, რომელიც უნისექსია, გათვლილი მთლიანად შავ ფერში და ტყავში წარმოადგინა. ქონდათ ტყავის და ასევე ნაჭრის კუდები, ეს ნამდვილად ახალი იყო, აქამდე თქვათ ეს ორჯერ მქონია გაკეთებული, მაგრამ ეს უფრო წარმოების წარმოებებია მოხდილი და ეხლა უკვე რაოდენობა იყო, თქვათ კუდების, აი ამ ტიპის კუდები არის, ტყავის ნაჩვენები და პირველად გამოვიტანე ტანსაცმელი. ანუკა ქებური არის ჩემი ნათლული. ნატო არჩაძის ქალიშვილი და გუგულთებური ეს და ჩემი გოგოა და მიხარია, რომ ძალიან ნიჭიერია და მშობლებიც ნიჭიერი ყავს და ბუნებამ არ დაისვენა რო იტყვიან. ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ განსაკუთრებით ბიჭების კოსტიუმები იყო ისეთი, რომ ალბათ საქართველოში ძალიან ცოტა ჩაიცვამს. ქუჩაში ხალხი რო გაივლის, თუ გავინახავ ასეთ ჩათვლას, ძალიან მომეწონება. Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის თბილისში შემოსვლით. შეიძლება ითქვას, რომ სერიოზული ბიზნეს ინდუსტრია იკიდებს ფეხს. კომერციულად მომგებიანი ბიზნესის მოდის კეთება, რომ საქართველოში შესაძლებელია, ამაში დიზაინერებიც დარწმუნდნენ.
ჩვენ ვცდილობთ ყველა დიზაინერისთვის კომფორტული გარემო შეგვექმნა და მე მგონი შევქმნით. ცოტა მაყურებელს ვხდით, ბოდიშო ცოტა დაგვიანებები იყო ხოლმე, თუმცა ესეც ალბათ გამოსწორებადია. მთლიანობაში ძალიან დიდი გუნდი მუშაობდა. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით ჩაიარა, რადგანაც საკმაოდ კარგად აშუქებდა უცხოური პრესა და ჯერ კიდევ გააშუქებენ, რადგანაც ეს მასალა მზადდება და შემდეგი კვირის განმავლობაში უნდა გამოვიდეს. ქართული მხარე სულ მოუთქმელად ელის საერთაშორისო შეფასებებს. მოდის მოყვარულებს კი უკვე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გაზაფხულზე განახლებული იდეებითა და სახელებით ელოდებიან.